კვირის თემა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ სიუჟეტში. ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ კანონის მიღების საკითხი პერიოდულად დგება დღის წესრიგში. აფხაზურ საზოგადოებაში უცხოეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია და ამ საკითხზე გამოკითხვებს ატარებენ სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ერთი ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს შეზღუდვების მოხსნას ამ საკითხში. ნაწილისთვის კი უცხოელი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა მიუღებელია. Олигархи все скупят. Наше поколение, которое сегодня... ყველაფერს ოლიგარქები იყიდიან. ჩვენს თაობას არც ახლა აქვს ამის საშუალება და ვერც შემდგომში შეძლებს რამის ყიდვას. მიტოვებული და ახსადგენი სახლების გაყიდვის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. მიწების გაყიდვა კი როგორც ვიცი ჩვენი კანონმდებლობით იკრძალება. Да. Потому что человек хочет продать. თანახმავარ, ხალხიც მეტი იქნება, შემოსავალიც ექნება ქვეყანას, ხალხისთვისაც უკეთესი იქნება. ადრე კინოთეატრში დავდიოდით, ახლა ღამე ქუჩაში ვერ გამოვდივართ, გვეშინია. Хоть будет здесь, не страшно, не будет вечером куда-то идти погулять. Только этому покупателю не давать гражданство. ოღონდ ამყიდველებს არ უნდა მივცეთ მოქალაქეობა, უბრალოდ უნდა მივცეთ მხოლოდ ცნობა, რომ ფლობენ უძრავ ქონებას. მათ როგორც უცხოელებს გადასახადებიც უფრო გაზრდილი ტარიფებით უნდა გადავახდევინოთ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საცხოვრებელი ფართის შეძენა აფხაზეთში შეუძლია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის მოქალაქეებს. იგივე კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უკრძალავს სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო და სხვა ობიექტების პრივატიზაციას. აფხაზური პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოთარ წვიჟბა იმ პოლიტიკოსთა რიცხვშია, ვინც მხარს უჭერს უცხოელი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას. თუ დღეს იგივე რუს მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთში დასასვენებელი სახლის, სანატორიუმის ან სხვა ობიექტის პრივატიზება, მაშინ რატომ არ შეუძლია მას ბინის ან სახლის ყიდვა? კითხვას სვამს ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვიცე-სპიკერი და იქვე განმარტავს, რომ უძრავი ქონების შეძენას არ შეიძლება მიებას აფხაზეთის მოქალაქეობისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება. მისივე განმარტებით დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში ბინები არალეგალურად იყიდება. ამასთან გამყიდველიც და მყიდველიც გარიგების დადების სხვადასხვა ფორმას პოულობენ. ბინა კი საბაზრო ფასში უნდა გაიყიდოს და ეს დოკუმენტალურად გაფორმდეს, რათა გადაღდილი იქნეს შესაბამისი გადასახადები სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამასთან საჭიროა უცხოელების მიმართ კვოტირება იქნას შემოტანილი. მიღებულ იქნას კანონი, სადაც ყველა წვრილმანი იქნება გაწერილი, სად შეიძლება ბინის გაყიდვა და რა პირობებში. და კიდევ ჩემი აზრით საჭიროა თავისებური დარაიონება. ფიქრობ არ ღირს ბინების გაყიდვა გაგრის და სოხუმის რაიონებში, აცხადებს ოთარ წვიჟბა. რაც შეეხება ოჩამჩრეს, როგორც ეგრეთ წოდებული ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, იქ სახლების უმეტესობა ცარიელია და პატრონი არ ყავს. წვიჟბას თქმით, უკეთესი იქნება, როგორც იგი უწოდებს, ცარიელი სახლები უცხოელ მოქალაქეებს მიყიდონ. იქ ადამიანები ჩასახლდებიან, გადაიხდიან შუქის, წყლის გადასახადს და ეს რაიონს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. თავს იიმედებს ეგრეთ წოდებული აფხაზური პარლამენტის წარმომადგენელი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართველთა სახლების მიყიდვის მომხრეა აგრეთვე აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ინოვაციის, რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გურამ ბარგანჯია. მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ კანონ პროექტზე, თუ რა ვარიანტები იქნება წარმოდგენილი და სად და როგორ გაიყიდება ბინები, აცხადებს ბარგანჯია და დასძენს, რომ ჯერჯერობით საკითხის აბსტრაქტულ განხილვას აზრი არ აქვს. აფხაზური პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერი დაურ არშბაკი აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია უცხოელებზე ბინების მიყიდვის, თუმცა მაინც და მაინც კატეგორიულობით არ გამოირჩევა. არშბას თქმით, ამ საკითხზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა და ამიტომაც საჭიროა ეგრეთ წოდებული ოქროს შუალედის პოვნა და კონსენსუსის მიღწევა. მთავარი ის კი არაა საზოგადოების რომელ ნაწილს მივემხრობით, მთავარი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია და ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, აცხადებს დაურ არშბა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულება რუსეთის წინაშე ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ აიღო, თუმცა შესაძლო შედეგები ვერ ან არ გააცნობიერა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ აფხაზეთში ქართველთა სახლების უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდვა არა მარტო სამართლებრივი ნორმების, არამედ ჰუმანური პრინციპების დარღვევაცაა. როგორი კომენტარებიც არ უნდა კეთდებოდეს და იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება გაიყიდოს განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, რომელიც დაცელია მოსახლეობისგან,
ყველა შემთხვევაში ეს არის ნამდვილად სამართლის ჩარჩოებს მიღმა. მე წავიკითხე კომენტარები იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით ოჩამჩირის რაიონთან მიმართებაში, სადაც მოსახლეობა ამავე ინფორმაციის 27000 იყო და ეხა 7000-მდე ცხოვრობს, თითქოს სახლები არის უპატრონო და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს მათი გასხვისება, გაყიდვა, გარკვეული შემოსავლების მიღება და ასე შემდგომ. ეს სახლები არ არის უპატრონო, ამ სახლებს ყავს პატრონი, რომლებიც არიან დევნილები, იძულებით არიან გადაადგილებული და ამ ადამიანებს აქვთ განუყოფელი უფლება, არა მხოლოდ იმისა დაბრუნდნენ, არამედ განკარგონ საკუთარი ქონება. ამიტომ პირველ რიგში ეს ფორმულირება თავისთავად არის მიუღებელი აბსოლუტურად და ვერანაირად ვერ იქნება საფუძველი რაიმე ასე ვთქვათ, თუნდაც აზრთა გაცვლა გამოცვლის, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებზე და მათ ლეგიტიმურებაზე ცხადია დღევანდელი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში ვერ ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი არალეგიტიმურია. გარდა ამისა, საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნებისმიერი ტრანზაქცია, ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც უკავშირდება ქონების ყიდვა, გაყიდვა, გასხვისება, განკარგვას, ითვლება უკანონოდ. და მით უმეტეს არა მხოლოდ კანონის ნორმები ირღვევა, არამედ სხვა ადამიანის უფლებები, ჰუმანურობის პრინციპები და ასე შემდგომ, თუ ისეთ ქონებაზეა საუბარი, საიდანაც გამოდევნილია მათი კანონიერი მეპატრონეები და არ ეძლევათ საშუალება არც დაბრუნების, არც ქონების განკარგვის და ცხადია, ამას კიდევ სხვა ტიპის, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი რეაგირებაც ექნება, თუ კი ასეთი მოცემულობა იქნება. ხაჯინებას მოსვლის შემდეგ აფხაზებს აიძულებენ, რომ მიიღონ ეს კანონი ამ უცხო მოქალაქეებში, მხოლოდ რუსები იგულისხმებიან, სხვა იქ არავინ არ შემოვა, ვინაიდან არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც კრძალავს იქ აი ყოველგვარ ყიდვა-გაყიდვას საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. მაგრამ რუსები ბუნებრივია ამას არ ასრულებენ. აფხაზებმა ხო ძალიან კარგად იციან, რა დგას ამის უკან და რით ემუქრება აფხაზურ მხარეს, აფხაზურ საზოგადოებას რუსების მიერ აი ამ სახლების შესყიდვა. კატეგორიულ უარს არ ეუბნებიან რუსებს, არამედ ყველანაირად ცდილობენ ამ საკითხის გაჭიანურებას. ახლა იმ რუსს მაინც და მაინც ოჩამჩირი კი არ უნდა და იქ რაღაცა რომ დანგრეული აღადგინოს. რატო წავა ის ოჩამჩირეში? იმას უნდა სოხუმში, იმას უნდა გაგრაში, აი ეს ძირითადი და მთავარი ობიექტები და იქვე სახლები ჩაიგდოს ხელში. ოჩამჩირე მას რომელიც დღეს ტყედ არის ქცეული, იმას არაფერში არ ჭირდება. მე არ ამგონია რომ იგივე წვიჟბა და კიდევ საერთოდ ზოგადად აფხაზები იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ მათ კარგად არ ესმოდეთ რასთან აქვთ საქმე. ასე რომ აფხაზებს ძალიან აღელვებთ ქართველთა ცარიელი სახლების თემა. ეს იმ ქართველთა სახლებია, რომლებიც 22 წელია დანარჩენ საქართველოში დევნილი სტატუსით ცხოვრობენ. ომის შემდეგ ბევრმა აფხაზმა ქართველთა ქონებით ხელი მოითბო. ახლა ამ სახლებზე და ბინებზე მიდგა ჯერი. აფხაზებს ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ და ამიტომაც ურჩევნიათ ლეგალურად გაყიდონ ქართველთა სახლები მათზე, ვისაც ფული აქვს. მეორეც ალბათ აფხაზებს სურთ წაშალონ ეთნიკურ ქართველთა ეს ნაკვალევიც. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში შიშის განცდაც არის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართველთა სახლების მიყიდვის წინააღმდეგია, თვლის, რომ შედეგად მკვეთრად შეიცვლება დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში და ამას მოყვება ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრიობის დაკარგვაც. ქართული მხარეც საუბრობს იმ საშიშროებაზე, რაც უდავოდ დაემუქრებათ აფხაზებს უცხოეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის შემთხვევაში. ეს აზრთა სხვადასხვაობა თუ რისკები და შიშები ძალიან ლეგიტიმურია, იმიტომ რომ ეს რეგიონი არის ოკუპირებული და არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მისი დე-ფაქტო ანექსია მიმდინარეობს. რეალურად სრულიად ჩვენ შეხება გვაქვს რუსიფიკაციის სრულმასშტაბიან პროცესთან. და ცხადია, რუსეთს აქვს უკვე თითქმის ყველა ბერკეტი სამხედროდან დაწყებული, იგივე მედიით დასრულებული ეკონომიკური ბერკეტებიც და ჩემთვის ცნობილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ეს უკავშირდება ბოლო ფორპოსტს, რომელიც არის აფხაზების ხელში, ის ქონება, მიწა, საკუთრება, რომელიც მათ აქვთ და თვლიან, რომ თუ კი ესე ჩავარდება, ასე ვთქვათ, რუსული კაპიტალის, ბიზნესმენების, პოლიტიკოსების თუ ასე შემდგომ ხელში, ძალიან რთული იქნება საერთოდ ამ პროცესის შეჩერება და რეალურ რუსიფიკაციასთან ექნებათ საქმე ძალიან მალე. ანუ რეალურად ისინი კარგავენ დღითიდღე არა მარტო ქონებას, არამედ საკუთარ იდენტობას. ემუქრება ის, რომ იქ ძალიან მალე
ისედაც მძიმე აფხაზებისთვის დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო კატასტროფულად შეიცვლება მათ საწინააღმდეგოდ და აი ეს თამაშები სახელმწიფოებრიობანას და დამოუკიდებლობანას თამაშები ძალიან მალე დასრულდება. ეს მათ შესანიშნავად იციან, ამიტომ აი ახლა არიან გამოუვალ მდგომარეობაში, არიციან რა ქნან და ერთადერთი რასაც აკეთებენ, ცდილობენ როგორმე აი დროის და ვადების გაჭიანურება. აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ იგივე იმ ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრებს და ასევე მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს 5, 6 ბინა, 10 ბინა ქართველების მითვისებული და დღეს იქ ეკონომიკური მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე ვიდრე იყო წინა წლებში და ეს სულ უფრო და უფრო მძიმდება ეს მდგომარეობა. ამიტომ ისინი სულაც არ იქნებიან წინააღმდეგი რომ ეს ბინები გაყიდონ და იმ 5-დან 6-დან 10-დან 1 რო გაყიდოს, 2 რო გაყიდოს, სულს მოითქვამენ ასე ვთქვათ. ამიტომ ეს ძალიან რთული საკითხია. იციან რომ პოლიტიკურად, დემოგრაფიულად ეს არის მათთვის კატასტროფა, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკურად ძალიან უჭირთ და უნდათ კიდევაც გაყიდონ. ასე რომ სურათი არის ძალიან მძიმე. მაგრამ იმ პოტენციურმა მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ ის ჩაიდენს დანაშაულს იმ შემთხვევაში, თუ ის სხვის ქონებას ასე უკანონოდ შეიძენს და დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ის მას დასატოვებელი ექნება.